ცხოველები, ვისაც უყვარს, იმ ადამიანს ჩემიანად მივიჩნევ, რადგან ვთვლი, რომ სიყვარულის მიღმა იმალება ის გრძნობები, ემოციები, განწყობები, რომელიც ყველა ჩვენთაგანში, ანუ ადამიანებში უნდა ცოცხლობდეს, სანამ ცოცხლები ვართ. სამყაროს ყურადღებით დავაკვირდებით და გავიაზრებთ, თუ რისთვის მოვედით ამ წუთის სოფელში, რა მისია დაგვაკისრა ღმერთმა, ჩვენი დაბადებით. უკეთესად მივხვდებით, რომ ჩვენი არსებობა არ არის მხოლოდ პირად მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჩვენი ოჯახის წევრებზე, ან მეგობრებზე ზრუნვა. სამყარო ბევრად დიდი და ამოუცნობია. შესაბამისად, ვთვლი, რომ მუდმივად იმის ძიებაში უნდა იყოს ადამიანი, თუ როგორ მიიღოს მეტი სიამოვნება, როგორ დატკბეს არსებული ცხოვრებით, დამუხტოს საკუთარი თავი დადებითი ენერგიებით და ეს გააკეთოს არა ვიწრო წრეში, არამედ უფრო დიდი მასშტაბის სამყაროში. პირადად ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ცხოველებთან ურთიერთობა და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც პოპულარული არიან, მაგალითად კატა ან ძაღლი. ნებისმიერ ცხოველზე მაქვს საუბარი და ყველაზე დადებიც, რაც მათ განასხვავებს ჩემი აზრით ადამიანებისგან, ეს არის განუსაზღვრელი ერთგულება. ესენი არიან ის არსებები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ გიერთგულებენ და მათ არ აინტერესებთ შენი ვიზუალური მხარე, მატერიალური მხარე, ფინანსური რესურსი. ისინი არიან ერთგულნი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შენ შეგიყვარეს და შეგიყვარეს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიჩინე ელემენტარული ყურადღება. მათ მიმართ, ხო, თუნდაც გაუმასპინძლდი შენი მცირე ულუფით. ეს ერთი მარტივი მოქმედებაც კი საკმარისია, რომ ის მთელი დარჩენილი ცხოვრება იყოს შენი ერთგული. სამწუხაროდ ის ერთგულება, როგორიც გააჩნიათ ცხოველებს, ჩვენ ადამიანებს ამ ტიპის ერთგულება ნამდვილად არ გაგვაჩნია. მაგალითად, ცხოველი ვერასოდეს მიხვდება თუ რა არის ღალატის არსი, რადგან მის ქვეცნობიერში ღალატი საერთოდ არდებს, განსხვავებით ადამიანებისგან. შესაბამისად, რასჯობს ისეთ არსებებთან ურთიერთობას, რომლებიც მხოლოდ დადებით ენერგიებს და ემოციებს აღვიძებენ ჩვენში. ვისურვებდი ნამდვილად, რომ ყველა ადამიანს უყვარდეს ცხოველები და ესმოდეს ამ თბილი მუნჯი არსებების, რომლებიც მხოლოდ თვალებით გვესაუბრებიან და შესაბამისად, სამწუხაროდ, აი ამ თვალების ენა ბევრ ადამიანს ნამდვილად არ ესმის. მაგალითად, მე ვერ გავუგებ ისეთ ადამიანს, რომელიც საყვარელ შვილებს ასეინებს ზოოპარკში, აჩვენებს სხვადასხვა ცხოველს და რა თქმა უნდა ტკბება მისი შვილების დადებითი ემოციებით, თუმცა, როდესაც სახლში მიიყვანენ შვილებს და ეს ადამიანი გამოვა სახლიდან, ჩადის ქვევით და ხვდება სადარბაზოში ან ძაღლი, ან კატა და მას ამოარტყავს ფეხს, ან თუნდაც დაუყვირებს, ჩემთვის ეს ადამიანი, როგორც ადამიანი ნამდვილად სრულდება. ბევრჯერ მინახავს და რა თქმა უნდა არა მარტო მე, არამედ უამრავ ადამიანს, მithumetes მათ ვინცაც ცხოველები უყვარს, ძაღლები, რომლებიც ელოდებიან მაღაზიის შესასვლელთან ადამიანებს, რომლებიც გამოდიან პროდუქტით ხელში და ეს ძაღლები მომლუდინე რეჟიმში არიან თუ რომელიმე მათგანი, თუნდაც ერთ-ერთი, არ ვიცი, 100-დან გაიღებს მათთვის პატარა ულუფას და ეს ტკივილი ჩემთვის, როდესაც აი ამ სცენას ვხედავ, ძალიან დიდია და იმ მომენტში ჩემი თავის რატომღაც წარმოვიდგენ ამ ძაღლების მაგივრად და შევიგრძნობ მთელი არსებით იმ ძაღლის ტკივილს თუ რას გრძნობს ადამიანების მიმართ, როცა მას არავინ არაფერს არ უნაწილებს. მე ასევე მაქვს ერთი ძალიან საინტერესო სცენა ნანახი. ეს სცენა იყო ესე იგი დელისის მეტროსთან. იქ არსებობს უსახლკარო ქალბატონი, ცხოვრობს, მუდმივად ვხედავ ხოლმე ამ ქალბატონს და ეს ქალბატონი, როდესაც მე და ჩემი შვილი შევედით მაღაზიაში, იდგა სალაროსთან და რიგში ადამიანებს თხოვდა ის ძეხვი, რომელიც მას ეჭირა ხელში, რომ შეეძინათ მათთვის. შეუძინეთ ეს ძეხვი მე და ჩემმა შვილმა. და ეს ქალბატონი, რომელიც არის უსახლკარო, მშიერი, ცხოვრობს ქუჩაში. ჩემ თვალწინ გაიტანა ეს ძეხვი და აჭამა ძაღლებს, რომლებიც მას ელოდებოდნენ გარეთ. ანუ რა ხდება, რომ მშიერი ქალბატონი ყვებავს მშიერ ძაღლებს. ეს
ადამიანი ჩემთვის სულიერად მორალურად ამაღლებულია და ის არის ჩემი შვილებისთვის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა რომ ყველას უყვარდეს ცხოველები და ყველამ აკეთოს ის მინიმუმი მათთვის რისი გაკეთებაც ძალიან მარტივია და ყველას შეუძლია. მათ ადამიანები ძალიან უყვართ და შესაბამისად ადამიანებსაც ვთხოვ რომ შეიყვარონ ცხოველები. ყველაფერი დაბრუნებადია სამყაროში, გაეცით თუნდაც მინიმუმი. არ დაგენანოთ ამ საოცარი არსებებისთვის არაფერი და მერწმუნეთ არც ღმერთი დაინანებს თქვენთვის არაფერს.